მოგესალმებით, მეტრონომის სტუმარია, ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე. გამარჯობა, ანა. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და 4 ოქტომბერზე და ამ დღეს მიმართ არსებულ მოლოდინებზე. 4 ოქტომბერი საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე ყალიბდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ დღეს ოპოზიციის ნაწილი ანონსებს მშვიდობიან რევოლუციას, რომელიც მათ თქმით უნდა გახდეს რეჟიმის დასრულების დღე. Am ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოსაცხოთ, რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინები, რა რესურსი და მხარდაჭერა გაქვთ და ასევე რა რეაქცია შეიძლება ქონდეს ქართულ ოცნებას და ამასთანავე უნდა შევაფასოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საზოგადოების განწყობა და ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივა. ქალბატონო ანა, რომ დავიწყოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებით, თუნდაც ბოლო დღეებში კალაძის შტაბთან არსებული ვითარება ეს რაზე მიგვანიშნებს? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ის რაც მოხდა კალაძის შტაბთან რეალურად არის ქართული ოცნების სისუსტის მაჩვენებელი. იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც მართალია საკუთარ ხალხთან, ხელისუფლება, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებისგან, ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისგან და რომელსაც არ ეშინია არც საკუთარი მოქალაქეების არ ძალაუფლების დაკარგვის, ისე არ იქცევა, როგორც იქცევა ქართული ოცნება, არ ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. მოდი ჩვენ ახლა მელიქიშვილზე რაც მოხდა მანამდეც, განსაკუთრებით ბოლო წლებში და ბოლო თვეებში ვნახეთ წარმოუდგენელი და არნახული ძალადობა ქართული ოცნების მხრიდან. ხა რეალურად ჩვენ რა მოცემულობაში ცხოვრობთ, ხო? როდესაც სადღაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ნაციონალური მოძრაობა ვამბობდით, რომ ესენი არიან რუსები და ესენი ესე არ წავლენ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ითვლებოდა, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ვაბუქებთ ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი ადამიანს ამ ქვეყანაში ეგონა, რომ ნუ ნაცებს თუ ცემენ არა უშავს ახლა შორიდან შევხედოთ ამ ყველაფერს, ან იმსახურებენ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი ამ პროცესებმა 13 წლიანმა ციკლმა და ქართული ოცნების პოლიტიკამ რეალურად ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს, რომლებიც წინა წლებში საერთოდ არ ეთანხმებოდნენ ჩვენ ამ შეფასებას, ანახა რა არის რეალობა. და რეალობა ჩვენი არის ის, რომ ჩვენ არ ყავს არანაირი ხელისუფლება. ეს არის კრიმინალური ბანდა, რომელმაც უბრალოდ მიიტაცა არჩევნები, რომლებიც არ გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებიც არიან კეთროვნები საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისთვის, რომლებსაც გაცხადებული აქვთ და 28 ნოემბერმა ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად ანახა, რომ გაცხადებული აქვთ, რომ მათი მიზანი საერთოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის. და რომლებიც გაცხადებულად ხალატობენ ამ ქვეყანას და ეს არ არის უტრირებული, ხო? ერთ მხარეს არის ეს რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობაზე, სახელმწიფო რესურსებით, სახელმწიფო ინსტიტუტებით, დღეს ამ ქვეყანაში ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის არჩენილი, რომელიც ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ არ არის და მეორე მხარეს არის თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. დღეს მე ძალიან ხშირად ვამბობდი 2012 წლის შემდეგ და გავიმეორებ და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს რეალობას ესე აღიქვამს, რომ ამ რუსული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს არ ყოფილა რაღაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა ან რაღაცა პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის რეალურად, დღეს რეალურად არის ორი საქართველო. ანუ ორი საქართველო არა, უბრალოდ რეალურად არის ერთი საქართველო, თავისუფალი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივით, ადამიანები, რომლებიც ამ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძვიან და მეორე მხარეს არის რუსული რეჟიმი თავისი რუსული მიზნებით. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, მათ შორის იმათ, ვინც სხვადასხვა მიზეზით კიდე შერჩენილი ყავს ქართულ ოცნებას, ანუ ვისაც პროპაგანდით კვებავს, გაიგონ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციაზე, ეს პირდაპირ პროპორციული არის ამ ქვეყნის თავისუფლებასთან და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. აი იმ ქართველობის შენარჩუნებასთან, რომელსაც ესე გაუკუღმართებულად პროპაგანდა ცდილობს, რომ ქართული ოცნების ამორჩეველს წარმოუჩინოს, იმიტომ რომ ქართული იდენტობა, ამ ქვეყნის თავისუფლება, ამ ქვეყნის კულტურა, ისტორია, განვითარება და მომავალიც მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის
ფარგლებში არის შესაძლებელი, ხო? ჩვენ ორი მხარე გვაქვს, ან უნდა ვიყოთ რუსეთის ნაწილი, ან უნდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და პირისპირ საქართველოს დარჩენილი რუსეთთან, რომელსაც არ აყავს მეგობრები, რომელსაც არ აყავს პარტნიორები საერთაშორისო დონეზე, რომელიც დარჩენილია ირანის, ჩინეთის და რუსეთის იმედად, ეს ფაქტობრივად საქართველოსთვის ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას, თავისუფლების დაკარგვას და დამოუკიდებლობის დაკარგვას. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რა პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს დღეს პოლიტიკური სიტუაცია და გამოწვევები გვაქვს ზუსტად იგივე, რაც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ, როდესაც იბრძოდნენ ოკუპაციის წინააღმდეგ და როდესაც იბრძოდნენ რუსული იმპერიის თუ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. დღესაც დგას ამ ქვეყნის თავისუფლების, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენის საკითხი და ეს მოცემულობა არის, რაც გვაქვს. საკმაოდ დიდი აქციებია დაანონსებული და ერთგვარად შიშის დანერგვის მცდელობაც ხო არ არის, რომ აი როგორც უსწორდებოდნენ მაგალითად კალაძის შტაბის წინ აქტივისტებს, ქალებს, ჟურნალისტებს. პირველი რომ აღნიშნე კიდეც რომ ეს არის სისუსტის გამოვლენა ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ ხელისუფლება რომელსაც არ ეშინია, ასე არ იქცევა. ასე როცა იქცევა ხელისუფლება, ეს არის სისუსტე. ხელისუფლების ქართულმა ოცნებამ იცის, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებს შორის არ აქვს. ქართულმა ოცნებამ იცის ძალიან კარგად ნებისმიერ ოპოზიციონერზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთ რის ფასად დაუჯდა მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიტაცება. აი რა იქნა გასაკეთებელი უბრალოდ რამდენი პირადობის მოწმობა წაართვა საქართველოს მოქალაქეებს, რამდენი დააშინა, რამდენი დაატერორა, რამდენი მოისყიდა, რამდენი გააჩერა და ასე შემდეგ. ანუ რა ძალისხმევა დაჭირდა იმისთვის რომ 2024 წელს ის პროცენტი ჯერ გახსოვთ თქვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას აანონსებდნენ საერთოდ და შემდეგ ის პროცენტი დაეწერათ რა პროცენტის დაიჭერა და რამდენი ძალადობა ლევს ხო ამ ფონზე ახლა ისინი მშვიდად თავს ვერ გრძნობენ იმიტომ რომ მათ იციან მოცემულობა აქვთ ესეთი რომ საქართველოს მოქალაქეებში ლეგიტიმაცია არ აქვთ იციან რომ ეს არჩევნები აქვთ უბრალოდ მიტაცებული იციან რომ შუშის ფეხებზე დგანან და საქართველოს მოქალაქეებში როდის შეიძლება იფეთქოს პროტესტმა ისე რომ განმეორდეს ის რაც მოხდა დეკემბერში მათ არ იციან ამიტომაც მუდმივად ამისი შიში აქვს და მეორე მათ იციან ასევე რომ არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაციაც და ეს ამათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. ხო დღეს რომ ეს აკეთრონებივით არიან და არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები ხა სტრატეგიული პარტნიორები აღარა ვართ ხო და ქართული ოცნების პირობებში ეს ისინი პირდებოდნენ კიდევაც რომ აღადგენდნენ ურთიერთობას ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ჰქონდათ რომ თავიდან ხო ცხადი იყო მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მე არ მაქვს წარმოდგენა ქართული ოცნების ამორჩეველზე რომ იდიოტები არიან ნამდვილად არ მაქვს ეს წარმოდგენა მაგრამ ხშირად მგონია რომ ქართული ოცნება ზუსტად ესე წარმოუდგენია თავისი ამორჩეველი იმიტომ რომ აი გონია რომ ყველაფერს შეჭამს ქართული ოცნების ამორჩეველი და აი ყველანაირი პროპაგანდა შეუძლია უბრალოდ რომ შეაზილოს იმიტომ რომ თავიდანვე ცხადი იყო რომ ამერიკის პოლიტიკა თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში და არა მხოლოდ იმის მიხედვით არ იცვლება ვინ შეიძლება იყოს ამერიკის პრეზიდენტი ხო შესაბამისად თუნდაც აი ტრამპზე რომ ამყარებდნენ ამ იმედებს მე საერთოდ ყველაფერი უკუღმა მოუტრიალდათ რაც კი ტრამპზე ულაპარაკიათ ეხლა ბოლო-ბოლო პენტაგონს გადაარქვა აგერ ომის სამინისტრო დაარქვა და რეალურად ხო ესეც ამანაც ანახა მე მახსოვს ხოთა შორის წინასაარჩევნად როდესაც ხვდებოდა ბიზნესმენებს ბიზნესს ესე ამშვიდებდა ბიზინა ივანიშვილი და ეუბნებოდა რომ იცით რა მე ახლა აქ ცოტა გამიჭირდება მაგრამ არჩევნების შემდეგ იანვრამდე იქ უკვე ტრამპი მომისწრებს და უკვე ტრამპთან დავალაგებ ამ ყველაფერს მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ პირიქით არის ეგ ყველაფერი ხო და იქ დაალაგება ვერაფრის ვერ შეძლო შესაბამისად არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენს ყველაზე სტრატეგიულ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მე შეგდებულად ვამბობ რომ ახლა საქართველოს ხალხი არასოდეს არ ყოფილა უმადური და ყოველთვის ისტორიულად ძალიან კარგად იცოდნენ და ძალიან მადლიერების გრძნობა ჰქონდათ ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ჩვენ ისტორიულადაც და ეხაც განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობიდან დღემდე გვეხმარებოდნენ იმაში, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი შემდგარი იყო. ამიტომაც ან იმ კონდიციამდე დაყავთ საქართველოს მოქალაქეებით, რომ ანუ ეუბნებიან, რომ იმ ადამიანებთან ქვეყნებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გვისახავენ მტრად, ანუ ალტერნატიულ რეალობას თავაზობენ, ხო? საქართველოს მოქალაქეებს და არა და სულ ვამბობ ხოლმე ხშირად და გავიმეორებ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მთლიანად მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში არის შესაძლებელი, რატო ვამბობთ ამას, ხო? რითი განსხვავდება ამერიკული და ევროპული დახმარება და რუსეთთან, რუსეთისგან. რუსეთი არასოდეს ამ ქვეყანას არ აღიქვამდა, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ ერთეულს.
და ერთიანს მით უმეტეს. არასოდეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესში არ ჯდება თავისუფალი ერთიანი და დამოუკიდებელი განვითარებული საქართველო. საქართველოს ის განიხილავს ქართველების გარეშე და თუ სადმე ნახავენ ქართული იდენტობის წარქმევას რუსებს და რუსებს ზუსტად არაერთხელ მათ შორის საბჭოთა ოკუპაციის დროსაც და რუსული იმპერიის დროსაც როდესაც იყო მათი მიზანი. ნამდვილად და საქართველოს ქართველების გარეშე ეს ხო ცნობილი ფრაზაა, რომელსაც ისინი და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპელებს საქართველოს ჭირდებათ როგორც იმიტომ რომ ჩვენ მთელი ცივილიზებული სამყარო ამაზეა შეთანხმებული, რომ თავისუფალი და დამოუკიდებლად ყოფნა ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლება არის. ეს ერთი. და მეორე, ევროპელებს და ამერიკელებს არ ჭირდებათ მონობაში მყოფი სახელმწიფო, მათ ჭირდებათ სრულფასოვანი პარტნიორი, ძლიერი პარტნიორი და გეხმარებიან შენ იმისთვის, რომ თავიანთ ფულს გაძლევენ. სხვათა შორის, მთელი ამ წლების განმავლობაში სფერო არ არის, სადაც ჩვენ ევროპელები და ამერიკელები მათი დახმარების კულტურული ძეგლების შენარჩუნებაში. კი, აი კულტურული ძეგლების 80% ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით არის აღდგენილი, ხო? ჩვენი კულტურული იდენტობის განვითარებისთვის აკეთებენ ძალიან ბევრს და რატომ? იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი. მათ არ ჭირდებათ მონა და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი მათ წარმოუდგენიათ ერთიანი საქართველო, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ეკონომიკურად ძლიერი, რომლის მოქალაქეებიც იქნებიან ბედნიერები თავიანთ ქვეყანაში და რომლებიც იქნებიან მნიშვნელოვანი სრულფასოვანი პარტნიორი იმ ღირებულებების, რაც აქვს ევროპულ ცივილიზაციასთან, ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ და იმ ღირებულებების, რაზეც დგას საერთოდ დემოკრატიული სისტემა. ამის ალტერნატივა არის რუსეთი, რომელიც ჩვენ გეუბნება, რომ მე შენ საერთოდ არავინ კი ხაჭაპურის გამოცხობა შეგიძლია, ხინკალი კარგი გაქვს, ცეკვაც შეგიძლია, მაგრამ სახელმწიფო არა, იმიტომ რომ შენ სახელმწიფო არ შეგიძლია და არც უნდა იყო, ხო? ამას გვთავაზობენ და ცდილობენ რომ საქართველოს მოქალაქეები საპირისპიროში დაარწმუნონ, ანუ ეს პროპაგანდა ხო დღეს რაზეც დგას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის პროპაგანდა. ხელისუფლება რომ ამის საპირისპიროს ცდილობს რომ დაარწმუნოს, მაგრამ ამ რეალურად ის საჩვენებს რომ მე არ ვიზიარებ ბევრ მოსაზრებას იმაზე რომ აი რაღაცაზე დგანა. დღეს ქართული ოცნება რაზეც დგას რეალურად. ეს არის ახლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში რომ ჩატარდეს. ქართული ოცნება მაქსიმუმს რასაც მიაღწევს ეს არის 18-20%. აი ეს არის მთელი მათი ხარდაჭერა ადმინისტრაციული ისიც ცოტა მეიჭება ადმინისტრაციული რესურსი რო ჩამოაშორო, ეს შავი ფული რო ჩამოაშორო, ეს კრიმინალი რო ჩამოაშორო, ეს რაღაცა საჯარო სექტორი რო ჩამოაშორო და ეს უბედურება რო ჩამოაშორო, იციან ეს თვითონაც. ეს არის რეალურად მაგათი ხაის ხო კვლევებში ჩანს 80% რომ 80%-ზე მეტი რომ არის ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრე, ეს ძალიან ცხადია, ხო? ამ ქვეყანაში. მაგრამ დგას ძალადობაზე და დგას პროპაგანდაზე, მაგრამ ეს პროპაგანდაც ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხო, ახლა ეს პროპაგანდასთან გამოწვევა მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მათ შორის ევროპელების პრობლემა არის და მათ შორის ამერიკული პოლიტიკის პრობლემაც არის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და რუსეთი ამაში ძალიან გაწაფულია. წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით. კი, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით და თან რუსეთი ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს. ამიტომაც პროპაგანდა ახლა არათუ აქ ევროპის უბრალოდ იქ დაზღვევის ძალიან ბევრი მექანიზმია საქართველოსგან განსხვავებით. ახლა ჩვენთან ყავს რეჟიმი, რომელიც ამ პროპაგანდით საზრდოობს და იქ პირიქით არის ეს ყველაფერი, ხო? მედიაც შეზღუდულია, რომ იბრძოლოს. კი, ნამდვილად და გადამწყვეტის მეტი რესურსიც არის, ხო? რეალურად. მაგრამ ამ პროპაგანდამაც არ იმუშავა ის ახლა იმის გათვალისწინებით რა შავფულსაც ატრიალებენ, იმის გათვალისწინებით ახლა რა დაფინანსებაც პროპაგანდისტულ არხებს აქვთ, იმის გათვალისწინებით ოპოზიციური არხები და ოპოზიციური ონლაინ პლატფორმები რა დღეშიც არიან და როგორ უწევთ გადარჩენა ყველაფერში და როგორ შევატაროთ ხო ფინანსები. რეალურად ეს პროპაგანდაც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს მათთვის. რესურსიც იხარჯება იგივე შედეგს ვერ იღებს. ნამდვილად, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ამათ არ უყურებენ, როგორც ხელისუფლებას უყურებენ როგორც რეჟიმს. ეს ერთი აი აქ წააგეს ზუსტად წააგეს იმაში რომ ვერ გაყიდეს ის რომ ევროპელები თურმე ჩვენგან ითხოვენ რომ ხალი ხალია და კაცი კაცია და იქ აუცილებლად ხალი ხალს უნდა დააკორწინო და კაცი კაცს უნდა დააკორწინო და ამაში რომ ხარშავდნენ თელს ევროპულ იმას ფასეულობებს ვერც ეგ გაყიდეს რეალურად და ნუ ამიტომაც უწევთ ახლა ის ძალადობა რა ძალადობაც უწევთ ხო თან რა ხდება ახლა ქართულ ოცნებაში რომ შევხედოთ ესე მარტივად არა აქვს საქმე და რატომ ამბობთ ჩვენ რომ 13 წლის თავზე ქართული ოცნების ამ ისტორიას რო გადავხედოთ ბევრი ადამიანი ქართული ოცნებისგან წასულა უფრო მეტი გაუგდიათ რეალურად თვითონვე
და ეხლა აქვთ პირველი შემთხვევა, როდესაც იმდენად არიან შიგნით დასუსტებულები, რომ ერთმანეთს ჭამენ, ხო? ეხლა რა ხდება? აგერ გუშინ ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები, გლილუაშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი დასაჭერად ყავთ გამზადებული და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ისე იჭებათ, რომ ღარიბაშვილი აწვის ხაბეიშვილს ინფორმაციებს, ეხლა ამ ტექსტს იძახიან. ღარიბაშვილის გარემოცვიდან უკვე ბევრი დაიჭირეს და კი, შესაბამისად ღარიბაშვილი შეიძლება მასაც მიადგნენ. რა თქმა უნდა, იქ ყველა ღარიბაშვილთან მიდის და იქ ხო რეალურად რა ხდება, იქ ხო არანაირი ფასეულობაზე არ არის საუბარი და იმაზე, რომ კორუფციას ებრძვიან, იქ ხო მარტივი ამბავი ხდება ერთ კლანური დაპირისპირება. რომ ხო და ნუ ბიზნესამ ჩათვალა რომ ვიღაცას ბიზნეს რა არ უყვარს ბიზნეს ყველას აძლევს თავისუფლებას რომ მოიპარონ და იქ მოპარვა საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ჩვეულებრივი ამბავი. უბრალოდ ბიზნესს არ უყვარს ვიღაცა თუ მასზე მეც იპარავს და ეხლა ოლიგარქები ზოგადად პარანოიკები არიან ხოლმე და ეხლა რაღაც შეიძლება მოიჩვენოს რომ ვიღაცამ უფრო მეტი მოიპარა და ვიღაცამ თუ მაგაზე მე ერთმანეთს ხო იქ ეხლა ვიღაცაზე ბიზნესს მიუტანს ერთად არიან ძირითადად დაკავებული და ნუ წარმოიდგინა რომ რიჟოძეს თავს რაც მოხდა რომ იქ ვიღაცამ გაუბედა და ბიზნესზე მეტი მოიპარა და ამ შავ ყულაბაში მოკლედ ბიზნესთან ეს ფული არ მოიტანა. ეხლა ეს დაპირისპირება ისე აქვს, რომ აგერ ეს ხალხი გამზადებული იყო უკვე დასაჭერად. ამის პარალელურად შიგნით არც კობახიძე მდინარაძე კალაძესა აქვს იდეალური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გაერთიანებული არიან ლილუაშვილი გომელაურის წინააღმდეგ, მათ შორისაც ეს ამბიციების ჭიდილი არის და მათ შორის იმისთვის ბრძოლა არის, ვინ იქნება ამ სამ შორის პირველი ბიძინა ივანიშვილის კარზე, ხო? შესაბამისად ჩვენთვის აი ამ ფონზე აი ესეთი მდგომარეობა როცა არის შეგდით და როდესაც ფაქტიურად ეს პარტიული სტრუქტურები რეალურად მორღვეული აქვს, იმიტომ რომ ქართული ოცნების ქვედა რიგებში ხდება უბედურება. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ იქ ვიღაცა რომ კალაძის გუნდს წარმოადგენს, იმან არის სხვა რა შეიძლება მოუვიდეს. იქ ვიღაცა რომ დინარაძის გუნდს წარმოადგენს, იმან არის სხვა რა შეიძლება კობახიძემ გაუჩალიჯოს და პირიქით ამათ არიციან რა შეიძლება დინარაძემ იქით. აი ამაში არიან, აი იმდენად დაძაბულები არიან, რომ ერთმანეთთან უბრალოდ აი ჩვენ როზი ვართ ესე ვერ ზიან და ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ არიციან ხოლმე რა შეიძლება მოუვიდეთ და ეს შიდა სტრუქტურები ახლა რეგიონების მიხედვითაც როგად რეგიონებამდე ჩასულია აი ეს დაპირისპირება აი ამ ქართული ოცნების ანუ რეალურად პრობლემა აქვს ისეთი როგორც არ ქონიათ ამ 13 წლის განმავლობაში. ამიტომაც ბუნებრივია რომ მათ ახლა რა რჩებათ, ხო, ამ ფონზე რომ შიგნით რაღაცნაირად ერთმანეთს უნდა მოირიონ, იმის ფონზე პარალელურად მათ ასევე რაღაცა ძალა უნდა ანახონ, რომ ეს ყველაფერი ძალაუფლება თავზე არ ჩამოიქცეთ. ამიტომაც ერთადერთი რჩებათ, რომ აი ეს რაღაცა ძალადობის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ, რომ იქ ვიღაცას არის და რეალურად ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ ეს ადამიანები არიან, აი ხო თვითონ აპელირებენ, რომ იქ სამოქალაქო არ არის სამოქალაქო დაპირისპირება ამ ქვეყანაში არ არსებობს. ეს არის სრული ბლეფი და ეს არის ის რაც უნდა შემოგვასახოს ქართულმა ოცნებამ. რეალურად ეს 500 ადამიანი ალბათ მაქსიმუმ ტიტუშკა, რომელიც პოლიციის ზურგს უკან ამოფარებულები რო არიან, მაშინ არიან მაგრები, თორე ქუჩაში ეს ცალკე მე რო დამინახონ, ჩემი შეეშინდებათ უბრალოდ. ხო, ანუ ეს ადამიანები, რაღაც რომლებსაც ხელფასებს უხდიან, ან ტენდერებს აძლევენ, ან საჯარო სამსახურში ყავთ დასაქმებული, ან ესე რაღაცით იქ ერთი მძღოლი იყო, ხო, განსაკუთრებული უხამსის ჟესტიკულაციით, ვინც გამოირჩეოდა მეორე თბილისის მერიის თანამშრომელი. აი ეს ადამიანები, რომლებიც ვერ რაღაც განსაკუთრებული ჯიში გამოიყვანა ივანიშვილმა. ამ განცდა რომ არ დაისჩებიან და არა, რა თქმა უნდა, დაუჯელობის სინდრომი ეს რაც აქვთ და იციან რომ მაგიტო თქვი რომ პოლიციის ზურგს, აბა ეხა ნებისმიერს გმზია ამაღლებელი რატოსის ციხეში. აი ზვიად რატიანი რატოსის ციხეში. და ანატოლი გიგაურის პოლიციისთვის ორივე ყველა მათგანი, სამივე მათგანი ამ სიტუაციაში თავს იცავდა. რეალურად, ხო? და ანუ აბა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეხლა მე ან რომელიმე ჩვენთაგანს იქ ბოთლი ესროლა პოლიციისთვის და ან პოლიციელს რო საჯარო ჯერი იმ პოლიციელს რა უთხარი რომ ქართველი ხალხი როგორ უნდა დაიცვას მაგ პოლიციელმა რომ საკუთარი თავი ვერ დაუცავთ, საკუთარი თავმოყვარეობა და საკუთარი მუნდირი და ფორმა ვერ დაუცავთ ამ პოლიციას. აი ისე გააფარჩაკეს ბოლომდე ეს პოლიცია ძალიან დიდი გულისკევილით ვამბობ, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობად ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საპატრულო რეფორმიდან მოყოლებული რომ ღირსეული პოლიცია ყოლოდა ამ ქვეყანას და ნდობა რაც შევარდნაძის დროს იყო განულებული და აი პოლიციელებს რომ ძაღლებს ეძახდნენ ეს ნდობა საქართველოს მოქალაქეებში იმ ნიშნულამდე მიიყვანა რა ნიშნულსაც 2012 წელს ჩვენ ეს დავტოვეთ როდესაც საქართველოს მოქალაქეებზე იმედებოდათ პოლიცია. ხო და დღეს რეალურად ნახეთ ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობისთვის ჩვენ როდესაც ამას ვუყურებთ პოლიციის აი ესე ბოლომდე გაფარჩაკებას რომ თან გამოიყვანეს ის კაცი და თქვეს რომ ანუ ვიღაც ბინძურ ტიტუშკას აცემინეს ხელი
გაარტყ პირდაპირ ეთერში ბოთლი ესროლა, აგინა და მე ისევ ის კაცი გამოიყვანეს და ათქმევინეს რომ არაფერი არ მოხდა რა ჩემს თავს, მაგრამ ეხლა ხო წარმოგიდგენიათ რომ ნებისმიერი აქციის მონაწილე რა ყოფილიყო რას უზამდნენ. უკვე დაჭერილი იქნებოდა და სისხლით იქნებოდა თან დაჭერილი. ეხლა კალაძის ბანერის დაზიანება რო იძახიან გუშინ რუსული ოცნება ხო მიაწერეს მან. მე ეხლა მინდა შევახსენო საზოგადოებას და თქვენ შეგახსენოთ. ნუ 19 წლის განმავლობაში რამდენი იყო ეხლა ნაციონალური მოძრაობის ესეთი დარბევა, ოფისების დალეწვა და შემოვარდნა, აი არ ვიცი, ალბათ არ მეყოფა ნახევარი დღე რო ის ჩამოთვალო და გავიხსენო. უამრავი მათგანი. მაგრამ ბოლო რო გავიხსენო. გორის ოფისი რო აგვიფეთქეს გახსოვთ ახლა ხარ? ვინმე რამე გამოიძია ამ საკითხთან დაკავშირებით? ნაციონალური მოძრაობის ოფისს 100-მდე ადამიანი. ეს იყო ივნისში 2024 წლის. წინა საარჩევნოდ. თავს რო დაისხა ხელკეტებით შეიარაღებულები. ეკადრები ხომ მთელ საქართველოს ნანახი აქვს. ვინმე დაისაჯა ერთი ადამიანი მაინც დააკავეს ამასთან დაკავშირებით? ლევან ხაბეიშვილი სასიკვდილოდ როცემეს. ვინმე დაისაჯა? დათო კაცარავა როცემეს ვინმე დასაჯეს 500 ადამიანი რო აწამეს და ცემეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს ერთი პოლიციელი მაინც არის დაკავებული გურამ როგავა პირდაპირ ეთერში რომ მოკალეს კინაღა ერთი ადამიანი მაინც ყავთ იდენტიფიცირებული არა რა თქმა უნდა არა იმიტომ რომ აი ეს არის ზუსტად რომ აი იმ ადამიანებმა იციან რომ ისინი არ დაიჯებიან, მაგრამ არ არიან ეს ადამიანები. თვითონ კი უნდათ რომ შემოგვასახა რომ ბევრიანი არ არიან. აი ეს რაღაცა 500-ში ტიტუშკა, რომლებიც მაშინ არიან მხოლოდ ძლიერი, როდესაც პოლიცია უმაგრებს რეალურად ზურგს. ეს ადამიანები არ არიან საქართველოს უმრავლესობა და ეს ადამიანები, აი ნეპალის მთავრობა რო გაიქცა ახლა ხო კადრები ხო ნახეთ? აი რავი, მაგთოქზე, ხო, მაგთოქზე რამდენი ჩამოეკიდება? აი რომ ვეთფენი რომ იფრინავს და თოქზე კიდიან. აი რამდენი ჩამოეკიდება მაგ თოქზე ამათი გაქცევის დრო რომ 4 ოქტომბერს არ ვიცი არ იყოფათ ადგილი ამ ადამიანებს და უნდა ხვდებოდნენ რომ ამ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება და უბრალოდ ის კი არა რომ ვიღაცა მივა და სამაგეროს გადაუხდის უბრალოდ თვითონვე გაუტყდებათ ქუჩაში სიარული ამ ადამიანებთან. და ნუ მაქსიმუმ რაცხავთ ეს 2000-2500 ადამიანი ეს ვითომ სპეცრაზმი და საპოლიციო დანაყოფები რომლებიც მხოლოდ ხელფასზე არიან ჩამოკიდებული. ანუ რატომ ამბობ ახლა ამას რომ ეს ადამიანები ანუ სულ რო რა ვიცი ყველა ერთმანეთს რომ მიუმატოთ და მთელი პოლიცია და ყველაფერი 3000 ვერ ცდება უბრალოდ გამორიცხულია რომ ეს ადამიანები მოერიონ მრავალათასიან საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც არიან ქუჩაში. მით უმეტეს იმ ფონზე რაც ახლა მათ ჭირთ. მით უმეტეს იმ ფონზე რასაც ახლა მელიქიშვილზე გააკეთეს და მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც აი ახლა დღეს მათ შორის ჩართოს უყურებდი მათი შტაბის უფროსის ლევან მეჭავარიანის როგორ გამოვარდა და ჟურნალისტებს ელაპარაკებდა. ანუ ახლა ჩვეულებრივად გადასაყვანია ხო ეთყობა რომ შტაბის უფროსი რო ხარ რა მდგომარეობაში უნდა იყო უყურებდნენ ჩვენი ახალგაზრდები და გარეთ გასვლა უნდა დათო. ანუ მანდ ხარ რა მოხდა რატო გამოვიდა ნახეთ ძალიან ის არის ეს შტაბის უფროსია ეს ბატონი მეჭავარიანი რომელიც ფოტოშოპის პარლამენტის წევრი ყოფილა შორო პარლამენტში ვიყავი და რა ვიცი მაგის ხმა ამღებული პარლამენტში მე არ მინახავს და ეხლა რამ გააბლატავა არ ვიცი ამ ბოლო დროს მაგრამ ახეთ გუშინ ხო ძალიან მძიმე დღე ხო ეგონათ იქ რო რაღაც 50 ადამიანს მოერივნენ და ქალები და 9 შვილის დედა ცემეს ეხლა საერთოდ რა ქართულობაზე და რა კაცობაზე ქართველები ზოგადად მაგით გამოვირჩევით განსაკუთრებით რომ ქალს კი არა აი ჩვეულებრივ თანასწორ იმაში რა ქვია ბრძოლაში წაქცელ კაც არ დავარტყამთ ფეხს ამ კულტურის მატარებელი ადამიანები ვართ უბრალოდ და ანუ რა ვნახეთ რომ ათრიეს ეს ადამიანები ქალები გადაუარეთ ასეცხენეს და ხო ეგონათ რომ ეს არ იცნობენ ქართველებს. იმიტომ რომ ხო ეგონათ რომ შერჩებოდათ და ეხლა გუშინ ხო ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა და გასაგები იყო რომ ძალიან ბევრი ხალხანი ხა ვერ გამოვიდოდნენ და მაგ ტიტუშკებს ვერ გამოიყვნენ და ჩაკეტილი რო იყვნენ ოფისში მანდ და რომ ვერ გამოვიდნენ და მაგის ერთი ადგილი არ იყოთ რომ იმ ხალხში გამოსულიყვნენ უბრალოდ პასუხი გაიცათ. ეხლა მიხვდნენ რომ ეგ მათთვის ძალიან დიდი სისუსტის მაჩვენებელი იყო და რეალურად გუშინდელმა დღემ ანახა რომ ბევრი ხალხი ნიშნავს აი შეშინებულ და ეგრე ჩაკეტილ ქართულ ოცნებას და ნუ დღეს ეხლა რაღაცნაირად ამ ყველაფრის გამოსწორებას შეცადა ეს მაჭავარიანი რო გამოვარდა იქ ჟურნალისტებთან და საერთოდ არაფერი შუაში რო არ იყო და ისე რომ ამბობდა რომ თურმე იქვილებს აღჭიალებდნენ ისე დღეში იყვნენ ტიტოჩკები გამოსვლა უნდათ და არ გამოუშვეს და ასე შემდეგ ხო ანუ ესეც რას მოვაყოლე რომ ესეც ეს რეაქციაც თუნდაც ამათი მე დღევანდელი პასუხების ზუსტად ამაზე მიუთითებს რა დღეში არიან არ არიან კარგ დღეში აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ნორმალური ხელისუფლება რომელსაც
აი არ უწევს უბრალოდ რომ ესენი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გზობენ ამ ლეგიტიმაცია რო არ აქვს მაგას ესენი რომ კაფეში რო შედიან და ოფიციანტი რომ მოდის და ემსახურება მანდაც ხო გრძნობენ ამ ქვეყანაში ხო დადიან შორტი დაცვის გარეშე ვერ დადიან და უახლოესი გარემოცვის გარეშე ვერ დადიან მაგრამ ეხლა იმისი რო ეშინიათ რომ იქ სადღაც ყავაზე რო დაждდებიან იქ ვიღაცა არ გამოუხტეს და მონა არ დაუძახოს და ის რა რუსი არ დაუძახოს იქ არ არიან ცხადია ხო კომფორტში და დისკომფორტი აქვს და იციან რაც ჭირთ მათ შესაბამისად ეს მათი მდგომარეობაც მე ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტად დამძიმდებიან 4 ოქტომბრამდე ამ ყოველფრის ფონზე რომ ვისაუბროთ 4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე ზოგადად რა იგეგმება და ასევე რა მოლოდინი უნდა გქონდეს საზოგადოებას აუდით რო ახსნათ ესე პირველში ფართო კონტექსტში ვხედავთ ამ 4 ოქტომბრის ჩვენ რა მოცემულობა გქონდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, წართმეული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველაზე დიდი, რასაც მიაღწია ოპოზიციურმა სპექტრმა და სადაც ნაციონალური მოძრაობა იყო მთავარი ინიციატორი ამისი, ეს იყო ის, რომ არ შედგა პარლამენტის ლეგიტიმაცია და ოპოზიციური პარტიებმა უკვე გამარჯვებულმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ხა რას ნიშნავდა, რომ ახსნათ პარლამენტში შესვლა ნიშნავდა იმას, რომ შენ რეჟიმს ფაქტობრივად აი პირს წმენთ და თან ამბობ იმას, რომ არანაირი ბრძოლას აზრი არ აქვს, ხო? ოპოზიციის არ შესვლა პარლამენტში მეტწილად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასებები და პოზიციები ართან რეჟიმთან, ართან ამშრომლობასთან დაკავშირებით. მათ შორის ის, რომ რეჟიმი არალეგიტიმურია, მათ შორის ის, რომ აქამდე არავინ არ აღიარა რომ არა ოპოზიციის აი ეს საერთო გადაწყვეტილება მანდატების დატოვებაზე რა თქმა უნდა რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც ვერ ექნებოდათ ის პოზიცია რა პოზიციაც ეხლა აქვს ამიტომ ეს არის დღემდე ძალიან დიდი მონოპოვარი საერთო ოპოზიციური რამაც რეჟიმს შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემა ეხლა რეჟიმი აღმოჩნდა როგორ სიტუაციაში რეჟიმი აღმოჩნდა სიტუაციაში როდესაც პარლამენტის მანდატების დატოვება მისთვის რატომაც იყო მოულოდნელობა ეხლა ნაციონალურ მოძრაობასთან მაგან იცის რომ არაფერი არ გაუვა და ჩვენ მაგ ყველაფერზე 13 წლის განმავლობაში ვერ გადავკერა და ეხლა მით უმეტეს მაგრამ რატომღაც ეხლანდელი გადმოსახედიდან შეგდება რჩება რომ მას მაინც წარმოედგინა რომ ვიღაცაებს ოპოზიციაში ესე ვთქვათ გადატეხავდა პარლამენტში შესასვლელად ხო მაგრამ ნუ საბოლოოდ საბედნიეროდ მოხდა ის რაც მოხდა რა პრობლემის წინაშე დადგა ეხლა ქართული ოცნება ქართულ ოცნებას ქართული ოცნებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის არარსებობა არის ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ ხო ხედავთ გიჟივით იქ ხან იმას რო ხვდებიან აგერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმასაც კი აშუქებს რომ იქ ვიღაცა ჩვენს მომღერალ ბუზალაძეს შეხვდა და ასე შემდეგ ისე დღეში არიან ხო? ანუ რა იციან ხა რატო არის ბიზნესთვის ყველაფერი საკუთარ ფულს უკავშირდება სხვა ამას არაფერი არ ადარდებს საერთოდ. ბიზნესმა იცის რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არარსებობა ავტომატურად ნიშნავს სანქციებს. ჯერ სანქციები რაც არის ეს არის მხოლოდ შესავალი იმ ძირითადი სანქციების, რომელსაც ეს ქვეყანა ელოდება და უბრალოდ ქართული ოცნების ლიდერები ელოდებიან. იმიტომ რომ ჩვენი პოზიციები მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მუდმივად არის ერთი. ჩვენ არ ვემხრობთ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია ეს არ არის ქართული ოცნების მონოპოვარი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მონოპოვარი და ვიზა არ შეიძლება რუსული რეჟიმის გამო დაისაჯონ თავისუფლების მოყარე საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მან ასევე იცის რომ ამ რეჟიმის პირობებში ეს საკითხი აუცილებლად დადგება და ეს მხოლოდ დროის ამბავია. მან იცის ასევე და აქ ძალიან ეშინია საქართველოს მოქალაქეების რეაქციის ასევე, ხო? ასევე, იმიტომ რომ ის ხო დღემდე ეუბნება პროპაგანდა ხო დღემდე ეგ რო არ დადგება ეგ საკითხი არანაირად და ეხა ცდილობს შეაპაროს რომ იქ ვიზა ლიბერალიზაციას არ დავთმობთ ქვეყნის სიყვარულზე და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს ერთი და მეორე, მისთვის პრობლემა არის ეს სანქციები. იმიტომ რომ ბიზნესთვის აი რასეც უწონება დღემდე ამერიკელებს რომ ის 2 მილიარდი რო გაქვთ გაყინული ჯერ ეგ დამებრუნე და მე დაველაპარაკები ამერიკის ელჩს იყო ხო ბოლო მისი ისა რა ქვია ლაპარაკი შესაბამისად ერთი ეს და მეორე იმიტომ რომ მისი ქონების დიდი ნაწილი ევროპაშია და ამერიკაშია და არის ასევე რუსეთშიც მაგაშიც მოატყუა საქართველოს მოქალაქეები 2012 წელს განმოვიტანა იქნა ყველაფერი და არაფერი არ მაქვს რო უნებოდა და აღარ ვარ იქ არაფერთან დაკავშირებული მან იცის რომ სანქციები ერთი რომელიც და მისი შვილები ცხოვრობენ და მისი ოჯახი ცხოვრობს საფრანგეთში და ბიძინა ივანიშვილის ამერიკაში შესაბამისად მან იცის რომ ეს სანქციები რომელსაც ეს მეგობარის აქტი ითვალისწინებს და არა მხოლოდ მათ შორის პერსონალური სანქციები არის ის რაც მას ფლიანად უნგრევს იმას რაც შექმნა მთელი ცხოვრების განმავლობაში და მისი დაკარგვისას ყველაზე ძალიან ეშინია
და მეორე მნიშვნელოვანი, რომ ეს არ იქნება მარტო ბიძინა ივანიშვილზე სანქციები. ეს იქნება სანქციები მოსამართლეებზე, პროკურორებზე, მათი ოჯახის წევრებზე, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან როცა მუშაობთ, ჩვენ კი ნამდვილად გონია რომ პერსონალური სანქციები ოჯახის წევრებზეც უნდა იყოს, იმიტომ რომ უკაცრავად ეხლა ჩვენ რომ მოსამართლე ხარ და რეჟიმს ამაგრებ და ეხმარები იმაში, რომ ეს რეჟიმი შეინარჩუნოს ამ ქვეყანას ევროპულ მომავალს აკარგვიოს, შენი შვილი ვერ ივლის ევროპაში, როდესაც ჩემი შვილს უსპობ შენ იმის შესაძლებლობას, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრო, შენი შვილი უნდა იცოდე, რომ ვერ იცხოვრობს. როგორც უკრაინის ომის დაწყების მერე რუსმა ღალჩინოსნებზე იყო გავრცელდა სანქციები მათ ოჯახის წევრებზეც, რაღაც მსგავსი არის. რა თქმა უნდა, რომ უნდა იცოდნენ, რომ აი საშოპინგოთ რომ დადიან ევროპაში და ამერიკაში ვერ ივლიან მათი შვილები და ოჯახის წევრები. იმიტომ რომ ხა ამ ადამიანებს, ნახე ამ ადამიანებს ვერანაირი ღირებულებაზე ვერ დაელაპარაკები. ეს ადამიანი რა ღირებულება ხა ადამიანი, რომელიც ხელს აწერს თავისი ქვეყნის ღალატს, მაგას ხო ღირებულებაზე ვერ დაელაპარაკები, ხო? მაგათთან ერთადერთი მოქმედებს აი ეს პოლიტიკა, რომ იმით მაინც უნდა იცოდნენ და იმის მაინც უნდა შეეშინდეთ, რომ აი ესე მოუწევთ, რომ პასუხი აგონ საკუთარმა ოჯახს, როგორც გომელაური, ხა არ არის გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი და მაგნიცკის სიაშია კაცი მთელი თავისი ცხოვრება ის და მისი ოჯახის წევრები უბრალოდ ქვეყნიდან ვეღარ გავლენ. აი ეგ უნდა იცოდნენ არა მარტო პროკურორებმა, არა მხოლოდ მოსამართლეებმა, პროპაგანდისტებმაც და პლუს ყველა იმ საშუალო რგოლმა, თუ რამით ეხა დღეს რეჟიმს რამე აძლიერებს, ერთ-ერთი არის ეს საშუალო რგოლი კიდე, ხო, იმ ადამიანების, რომლებიც რაღაც სისტემას წარმოადგენენ. უნდა იცოდნენ, რომ კი აი ასე მოუვა ყველას და ეხა ბიძინა ივანიშვილი ნახეს უყურებს რომ ბიძინა ამ ადამიანებზე დგას ბიძინა მიცის რომ ეს ადამიანები არიან კონფორმისტები თორე ბიძინა სიყვარული არ არიან ეხლა მაგ ყველაფერში ხო შესაბამისად ამ ადამიანებს ჯერჯერობით აჩერებს იმიტომ რომ ფულს უხდის იქ ტენდერებს აძლევს და ასე შემდეგ მაგრამ ეს ადამიანები ეხლა გიჟები ხო არ არიან ხო კონფორმისტები კი არიან და ეს ქვეყანა ფეხზე კიდიათ მაგრამ საკუთარი შვილები არ კიდიათ ფეხზე ამიტომაც ბიზნეს ეშინია რომ სანქციების პირობებში რეალურად ამ ადამიანების ძირითადი სანქციების პირობებში ამ სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს, იმიტომ რომ იქ, როდესაც შვილს გისანქცირებენ შენი საქმიანობის გამო და ევროპაში შესვლის უფლებას არ აძლევენ, ეგ უკვე ძალიან ძიმე რაღაცა არის, ნახე? ამიტომაც რა ჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ჭირდება, ну იქ ტრამპთან ვერ დაალაგა, ვერავისთან ვერ დაალაგა, გავიგეთ, ჭირდებოდა რაღაცნაირად ფორმალიზება და რაღაცნაირად ლეგიტიმაციის მოპოვება. მეორე პრობლემა საერთაშორისოებთან ერთად, მას რაც აქვს ქვეყნის შექმნით, ეს არის პროტესტი. და ხა ვიღაცამ შეიძლება თავები ითვალონ რუსთაველზე და რაოდენობა არ მოხდეს, მაგრამ ის რომ ამდენი ხანი პროტესტი გრძელდება, ეს უკვე რეჟიმის პრობლემაა. და მეორე რეჟიმა იცის ძალიან კარგად და გუშინდელმა მელიქიშვილის დღემაც ეს ანახა, ხო? რეჟიმა იცის ძალიან კარგად, რომ რამდენი ადამიანის აი მართლა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი პატივისცემა და სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს ჩემთელში არიან გმირები, ვინც რუსთაველზე და რეგიონებში ამდენი დღეად განა და აპროტესტებენ. რამდენი ადამიანიც არ უნდა იდგეს რუსთაველზე, ბიძინა ივანიშვილმა ხო იცის, რომ ეს გაბრაზება საქართველოს მოქალაქეებში არ წასულა. ხო იცის, რომ 500 ნაწამები ადამიანის და 60-მდე პოლიტიკური პატიმრებზე აგრესია არსად არ წასულა. იცის ძალიან კარგად, იმიტომ რომ კვლევებს ატარებენ ორ კვირაში ერთხელ მაინც და ძალიან კარგად იციან საქართველოს მოქალაქეების განწყობა. ანუ ბიზნეს ეშინია, რომ ახლა სანქციებს ელოდება, არალეგიტიმურია, პლუს აქ ვიზა ლიბერალიზაციაზე შეიძლება პრობლემები შეიქმნას და არასოდეს არ იცის შიგნით როდის შეიძლება აფეთქდეს სიტუაცია და უამრავი ხალხი გამოვიდეს, ხო? თან ბიზნეს ზოგადად დიქტატორებს და ოლიგარქებს ესევთ, რომ პარანოულად ეშინიათ თავიანთი დასასრულის, იმიტომ რომ იციან დიქტატორების დასასრული როგორი არის. შესაბამისად, ამ ორ მოცემულობაში, აი ხა ბიზნესს ჰქონდა ერთადერთი გამოსავალი, რომ რაღაცნაირად უნდა მოეხდინა პროცესის ნორმალიზება, რაღაცნაირად საერთაშორისოებთან უნდა გახსნას სალაპარაკო ენა, რომ იცი რა მე პრობლემები მაქვს, მაგრამ მაინც რაღაცას მაინც ვახერხებ. იმიტომ რომ თქვენ ხო რა ვიცი ყავთ აგერ კაცო სხვა ქვეყნებიც ხა ვისაც ეგუებით დიქტატორები რო არიან ხო და ელაპარაკებით და რაღაცა ფორმალიზებას მეც გავაკეთებ ხა მთლად ეგეთი დიქტატორი არ ვარს როგორცაც ესენი ამხატავენ და ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო ეს რუსული სპეცოპერაცია რომელსაც არჩევნებს ეძახიან ნახეთ და სამწუხაროდ და საუბედუროდ ამაში შეყვა ორი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია უკვე ჩემთვის ეს უკვე ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია არის იმიტომ რომ ლელოს და გახარიას ამ გადაწყვეტილებამ რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღონ იმ ფაქტორების გათვალისწინებით რაც მე ხა ჩამოთვალე და კიდევ იმ ფაქტორების გათვალისწინებით როდესაც თვითონ ევროკავშირმა თქვა და ეს არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი არასოდეს ანუ დიპლომატიურ ურთიერთობებში ეს ენა რომ არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში და გაუქმებულია რაც ბოლო ევროკავშირის რეზოლუციაში ჩაიწერა რა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. უბრალოდ და ევროკავშირის ისტორიაშიც
ძალიან ცოტა შემთხვევაა ესეთი, ხო? ანუ ამ მოცემულობაში, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც არავინ არ აღიარებს, იმ მოცემულობაში, როდესაც ევროკავშირმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში გაუქმებულია ეს არჩევნები და არ არსებობს ეგ არჩევნები და ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები შეიძლება იყოს. იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური პატიმრებია და რეჟიმმა უკან არ დაიხია ამ ყველაფერში, ხო? იმ ფონზე, რაც ქვეყანაში პლუს ხდება მათი მონაწილეობა გახარიასი და ლელოსი არის უბრალოდ პირის მობანის სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილთან და ივანიშვილისთვის მეორე სუნთქვის გახსნა. იმიტომ რომ თუ ვინმე უბრალოდ ძალიან საერთოდ რო არ იცოდეს ეს სიტუაცია ისეთმა ადამიანმა რომ შეხედოს თუ ვინმეს დღეს აწყობს რომ ეს რუსული სპეცოპერაცია გაფორმდეს როგორც არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ვითომ ოპოზიციური პარტიები იღებენ ლეგიტიმაციისთვის. ეს არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ხლა რა мотиваცია შეიძლება და იქ გახარიას ქონოდა და ლელოს ქონოდა, ჩემთვის საერთოდ მეასე ხარისხოვანია. არ მაინტერესებს და არ მაღელვებს, მე ვიცი ფაქტი, რა შედგება და რა შეიძლება ამან მოიტანოს. ხედავთ, შესაბამისად, ეხლა ბიძინას უცებ აღმოჩნდა რომ დაალაგა გადატეხა ეს ორი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტია, ერთი ეგერ გერმანიაში გაქცეული უთვლის კიდეც რომ აგერ შეიძლება მანდატებიც მაკაცო და შენ ლეგიტიმაცია გჭირდება ამ პარლამენტის და შემოვაკიდევაცო ევაჭრება და მეორე, ყველაზე უხერხული შეწყალებით გამოუშვა ხაზარაძე ჯაფარიძეთან პირდაპირ თქვა, ხო, ამ ბიძინას ზებრა ვინც ყავს ყაველაშვილი რომ რატო გამოუშვა, იმიტომ რომ არჩევნებში არ დარჩეს ვიღაცა შტაბ-ბიჭდილება რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, ხო? პირობებში უნდა ჩატარდეს. კი, შესაბამისად, ბიძინას ახლა ჩათვალა რომ ეს სიტუაცია რაღაცნაირად გადატეხა, რომ პრობლემა იყო მათ შორის საპროტესტო მოძრაობისთვისაც ამ ორი ოპოზიციური პარტიის არჩევნებში შესვლა, ეს ასევე პრობლემა არის საერთაშორისო დონეზეც, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საერთოდ გაუგებარია რა არჩევნებში, როდესაც თვითონ იძახიან რომ არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, სად მიდიხარ საერთოდ მით უმეტეს არ გამოგლეჯოზე საუბარი აქ არ არის და თვითონაც იციან რომ 2-3 საკრებულოს წევრი არის ის ბიძინასთან შეთანხმებით, რამდენსაც ბიძინას შევთანხმებენ, იმდენს გააყვანებს ბიძინა. თქვენ რა გონიათ რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში რას იცავს ბიძინა ივანიშვილი 99%-ს დაიწერს? არ დაიწერს. არ არის ეგ ეგეთი სულელი. ეგ ეცდება რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში ითამაშოს დემოკრატიობანის როლი. ეს იქნება ის რომ დაიწერს 60%-ს დაიმახსოვრეთ უბრალოდ ჩემი სიტყვები. 60% ან 70 და 30-40% აგერ გაანაწილებს იმ პარტიებზე და მერე დაждდება საერთაშორისოებთან და იტყვის რომ რა გიდათ ხალხო აგერ ითხოვდნენ არჩევნებს? იყო აგერ არჩევნები? არ გაუპროტესტებია ამ ხალხს არაფერი? შემოვიდნენ საარჩევნო კამპანიაში იგივე CSKT, იგივე SUS-ით, იგივე კანონმდებლობით, იგივე პოლიციით, იგივე ყველაფრით მიიღეს ამაში მონაწილეობა და რაც აიღეს აი დაუწერეთ ახლა 30-40% ცოტაა ოპოზიციისთვის. აი ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან, ანუ არგუმენტი, რომლის შესაძლებლობად მათ ლელომ და გახარია მისცენ. აი რის გამოც ჩემთვის ჩვეულებრივად კოცებზე უარესები არიან ამ ყველაფერში, აი ამის შესაძლებლობას რომ ბიძინა ივანიშვილს აძლევენ. ეხლა უცებ აი ეს რო გონია რომ დაალაგა ბიძინა ივანიშვილმა და მორჩა და იმიტომ რომ ის ესე უყურებს რომ 4 ოქტომბრის აი ამ ბოლო გაფორმების შემდეგ ის ფაქტობრივად უყურებს რომ მინიმუმ 3 წელი არჩევნები არ უნდა კონდეს არანაირი. უცებ აღმოჩნდა რომ არსაიდან გაჩნდა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია. და თან გაჩნდა ისე და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა რომ გაჩნდა ისე რომ აბსოლუტურად ბუნებრივად აიტაცეს საქართველოს მოქალაქეებმა. ანუ იმდენად რომ დღესაც მე რო ქუჩაში დავდივარ და საქართველოს მოქალაქეები რომ მაჩერებენ მარტო 4 ოქტომბერზე მელაპარაკებიან და არა რუსულ სპეცოპერაციაზე, არამედ არჩევნებზე. და რატომ? იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის ყველაზე კარგად გრძნობენ იმას რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ყოველთვის ყველაზე კარგად გრძნობენ პოლიტიკურ პულსს, ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით. და ყოველთვის ყველაზე კარგად იციან სად არის საქართველოს გადარჩენის შანსი და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მათ შორის ეს კვლევებში ჩანს ბოიკოტის მომხრე რომ ამდენი არის და არჩევნებზე არ მისვლის. საქართველოს მოქალაქეებმა გააცნობიერეს 13 წლის თავზე რომ რუსულ რეჟიმს
ვერანაირი სპეცოპერაციაში მონაწილეობით არჩევნებად წოდებულში ვერ დაამარცხებ. ზუსტად იგრძნეს და იციან განსაკუთრებით ბოლო გამოცდილებით, რომ ამ რეჟიმს გაუშვებენ მხოლოდ მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით და ბრძოლით და წინააღმდეგობით. და ამან ამ 4 ოქტომბრის აქციამ გაერთიანა უამრავი ადამიანი, მოშალა საერთოდ პარტიული ზღვარი ადამიანებს შორის. იქ დგანან ახლა შეგიძლიათ ისეთი ადამიანები ნახოთ, სევდია უგრეხელიძე და ირინა სარიშვილი მაგალითად ერთად იდგნენ ბრიფინგზე, ვერ წარმომედგინა. უბრალოდ ერთი ეროვნული მოძრაობიდან ირინა სარიშვილი კი იცით, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ერთად ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა დამდგარიყვნენ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ორივე მათგანს, იმიტომ რომ ხო ესია, როდესაც ქვეყნის გადარჩენა ჭირდება, ჩვენ ყველაფერი უნდა დავიწყოთ და ყველა ერთად ვიდგეთ, ხო? გააერთიანა სხვადასხვა სფეროს ადამიანები, მომღერლები, მოცეკვავეები, ექიმები, მასწავლებლები, მხატვრები, თეადარჩია იდგა ახლა იმ ბრიფინგზე, ხო, რასაც ვუყურე, გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებას არ ვეუბნებოდით. აი ხა მე რომ გითხრათ, აი გულწრფელად ხაბეიშვილი და მურთაზოდილოვა ერთმანეთს გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ. მაგრამ ანუ თქვენ წარმოიდგინეთ რომ და რატო? იმიტომ რომ 4 ოქტომბრის ეს იდეა არის იმდენად სახალხო, იმდენად ბუნებრივი და იმდენად წრფელი საქართველოს მოქალაქეების რეაქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და იმ გამყიდველი ორი პარტიის წინააღმდეგ, რომ ბუნებრივად გახდა 4 ოქტომბრის იდეა, ბუნებრივი დედლაინი. ხო, მაგრამ ჩვენ 28 ნოემბრის შემდეგ საკმაოდ ფართომასშტაბიანი აქციები ვნახეთ, რომელსაც ვერ მოყვა შედეგი. ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ იქნება შედეგი ამ აქციას? ნახეთ, პირველი, რომ რა იქნება 4 ოქტომბერს, ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე. საქართველოს მოქალაქეებზე. 4 ოქტომბერი არ არის ვიღაცის პრივატული ღონისძიება. ეს არის პაატა ბურჭულაძის და რუსთაველის გამზირის დაანონსებული კი ბატონო და ჩვენ ყველა როგორც რიგით საქართველოს მოქალაქეები ვუერთდებით, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ დავიცავთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. და ვიქნებით ბრძოლის წინახალზე, როგორც ამ 13 წლის განმავლობაში. რატომ ამბობ ახლა ამას? ჩვენ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი აქცია გამოვიარეთ და განსაკუთრებით ბოლო წლები. ნუ ცხადია, რომ ჩვენ ამ აქციებისგან ბევრი რაღაცა ვისწავლეთ ახლა, როცა ეს საქართველოს ყოლია კარგი და ცუდი ხელისუფლებები, მაგრამ ესეთი ნაძირლები საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილა. დამოუკიდებლობიდან დღემდე შევარდნაძეს კი არის, ხო? ესენი რო არიან ისეთები, ხო? შესაბამისად, ამაში ჩვენც ვისწავლეთ, ხო, რა შეუძლია ქართულ ოცნებას. სანამდე შეიძლება მივიდეს, რა შეიძლება გააკეთოს და რა შეიძლება იკადროს და ნახეთ, რომ ყველაფრის კადრება შეუძლია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მათ შორის ბოლო დეკემბრის აქციებიდან ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ. ვისწავლეთ ის, რომ როდესაც ერთს აკავებენ, დანარჩენებს შორიდან არ უნდა ვუყუროთ. ვისწავლეთ ის, რომ როდესაც არაკონსტიტუციური ხელისუფლება და არაკონსტიტუციური სპეცრაზმი შენ უკანონოდ გცემს, მაშინ თავდაცვის უფლება გაქვს. და თავდაცვის უფლება არის, რომ მარტო არ დავტოვოთ ადამიანი, როდესაც მაგალითად სპეცრაზმი მის შეთრევას ცდილობს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება იმისი, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 100,000 და 200,000, რაც იდგა საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ერთი ორგანიზმი ისე მოქმედებს 4 ოქტომბერს. მაგალითად, თუ შეეცდება სპეცრაზმი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თუ შეეცდება, რომ უკანონოდ ხელი აღმართოს რომელიმე აქციის მონაწილეზე, აი ამ 200,000 ადამიანისგან მიიღებს პასუხს, არ გაატანს, არ დააკავებინებს, არ აცემინებს და გაუწევს წინააღმდეგობას, ამ რეჟიმს ზუსტად 2 საათში ეს რეჟიმი არ იქნება. შესაბამისად, 4 ოქტომბერი არის ჩვენი გამოწვევაც და ჩვენი შესაძლებლობას, რომ ყველამ ერთად შევძლოთ და ეს რეჟიმი დავამარცხოთ. არაფერი განსაკუთრებული ფილოსოფია ამას აჭირდება. ნეპალში ხო ნახეთ რა მოხდა. ანუ ძალიან ბევრი ხალხი, რომელმაც აი წყლის ჭავს უშენდნენ და მაინც წინ მიდიოდნენ, უკან კი არ მიდიოდნენ. წინ მიდიოდნენ. სპეცრაზმი გამოყავდათ და მაინც სპეცრაზს უკან ახევინებდნენ, იმიტომ რომ არ არსებობს აი ამ 2500 კაცი თუ 3000 კაციანი სპეცრაზმი, როგორი ხელკეტებითაც შეიარაღებული არ უნდა იყოს და გაზის ბალონებდეთ. უძლურია მრავალათასიანი საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომლებიც მზად არიან უკანონობის შემთხვევაში არ დააჩაგვინონ თავი და წინააღმდეგობა გაუწიონ. და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. და ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერი არის რეჟიმის დამარცხების შანსი
ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად ბრძოლაში, გამოდით აიღეთ თქვენს პასუხისმგებლობა ამ რეჟიმის დამარცხება თუ გინდათ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ. ხო, მაგრამ ბოლო პერიოდში იმ მასშტაბის აქციები ვეღარ ეწყობა, იქ არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში პროტესტი გაქრა, განწყობა ისევე იგივე, უბრალოდ პროცესებისადმი არიან ნიჰილისტურად განწყობილი. თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ მაგალითად 4 ოქტომბერს გამოვა ამდენი ადამიანი? ნახეთ, 4 ოქტომბერს ზუსტად ამიტომაც არის, მაგას თავისი მიზეზი ქონდა, რატო არ არის ისეთი მასშტაბური. იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ, რომ საერთოდ ყოველთვის ესეა, რაც უფრო მეტად იწელება ფართო მასშტაბიანი აქციები, მით უფრო მეტად შემდეგ მოქალაქეებში ეს ნიჰილიზმი, იმიტომ რომ ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობს ასევე, ხო? ადამიანებმა უნდა იმუშაონ, უნდა იცხოვრონ, ეხლა ყველა ვერ ახერხებს ესე, ხო? და ძალიან ბევრი ამ აქციების დროს სხვადასხვა სუგეუნებოდა, რომ აი რა ჭირდებოდა, იცი რაც 4 ოქტომბერმა ანახა, რომ ჩვენ კი არ გეუბნებით, რომ გამოვიდეთ და იქ რა ვიცი 5 თვე და 6 თვე დავდგეთ. ჩვენ გეუბნებით, რომ ერთ დღეში შეგვიძლია, 2 საათში შეგვიძლია მაგათი დასრულება. აგერ არის 4 ოქტომბერი. გამოვალთ 200.000, ვიბრძოლებთ 200.000. გეუბნებით, რომ აღარ იქნებიან 2 საათში. ხო თუ არ ვიბრძოლეთ და თუ ესე შორიდან დავდექით და ვუყურეთ და გავისეირნეთ, გამოვისეირნეთ, ამას არ ვიძახით, იმიტომ რომ ყველა ეს აქცია ნახე, მაგიტო თქვი მე რომ ჩვენ ყველა აქციაზე ვისწავლეთ და ეს ბუნებრივი ჩვენი შეცდომები იყო. ეხლა ესეთი რეჟიმი ამ ქვეყანას, რა ვიცი, არ ყოლია და წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისაც კი, რომელმაც პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ესენი რუსები იყვნენ, ჩვენთვისაც კი წარმოუდგენელი იყო ის, რაც დეკემბერში გააკეთეს, ხო? ეს ადამიანების დასასვენება და რაც მანამდე რუსულ კანონთან დაკავშირებით გააკეთეს. ამიტომაც ჩვენც ვისწავლეთ და 4 ოქტომბრის მთავარი ხიბლი, რის გამოც ის აჩენს იმედს საქართველოს მოქალაქეებში, არის სწორედ ეს, რომ კი ჩვენ გეუბნებით, რომ 4 ოქტომბერს შესაძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება. როგორ მეკითხებით ჩვენ გეუბნებით, რომ აი მარტივად თუ ვიქნებით ბევრი, თუ ვიქნებით, არ ვიცი, 100.000, 200.000 თუ მზად ვიქნებით წინააღმდეგობისთვის, თუ პირველივე დარბევაზე არ დავიხევთ უკან და პირიქით თავს დავიცავთ და წინააღმდეგობას გავუწევთ. შვიდობიანად. მაგრამ წინააღმდეგობას გავუწევთ. ვერ გაბედავენ მეორე და მესამე დარბევას. არა აქვს ამ სპეცრას არანაირი мотиваცია ხალხო ამ 2,500 კაცს, რომ 200.000 და 100.000 საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს, ეხლა თავი შეაკლას. არც ხელფასი აქვს იმდენი მაგათ და არც თავის გაშარვა უნდათ, იმიტომ რომ უძლურია შემდეგ უკვე ნებისმიერი სისტემა ამ რაოდენობა მებრძოლ და აი ამ რაოდენობა ხალხთან. აი თუ მაგალითად ვერ დასრულდა სასურველი შედეგით ის დღე, რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში და ოპოზიციაშიც. შემდგომ როგორი მოქმედებს ეს პროცესებზე? ნახეთ, მე არ ვუყურებ ეს პროცესებს. მეგობრებო, ჩვენ თუ არ ვცადეთ მაშინ უბრალოდ უნდა დავждდეთ და ის ზოგიერთ ოპოზიციონერს ხონდა. რაღაც ბოლო წერტილად მოიაზრება თითქოს, მაგრამ ბოლო წერტილად ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რა დღესაც ჩვენ შეგვიძლია რეჟიმის დამარცხება. სხვანაირად ამ ქვეყანაში ცხოვრებას და ბრძოლას იქნება ბევრად უფრო რთული. ხეთ მე არ ვეთანხმები რას? აი რომ გაჩნდა ეს რაღაცა აი რაღაც იდიოტური ისინი რა ქვია ხზე, რომ იქ იცი რა რამე რო არ მოხდა ეს, მე ხალხს იმედგაცრუება ექნება. უკაცრავად ხარ, თუ არ ვცადეთ მაშინ აი ესე უნდა ვიждდეთ და დავალოდეთ ვერას შულს როდის დაგვასვამს თავზე ბიძინა აქ თავის მართველად. ხო, უნდა ვცხადოთ იმისთვის, რომ ვიცოდეთ. რას შეგვიძლია საკუთარ პირიქით, საკუთარი თავების უნდა ვერწმუნოთ. და ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვისაც აი კითხვა სვამს, რომ 4-ში თუ არაფერი არ მოხდა, მე რა, მე მგონია, რომ საკუთარი თავის წმენა არ აქვს და საკუთარი თავის წმენა არ აქვს და საქართველოს მოქალაქეების წმენაც არ აქვს. და მე მჯერა საქართველოს მოქალაქეების. მე მჯერა, იმიტომ რომ ისტორიულად საქართველოს მოქალაქე ჩვენ იმიტომ გადავრჩით აქამდე და იმიტომ მოვედით ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქეები თუ გაბრაზდნენ მე წინ ვერ დაუდგა შაჰაბასი ახლა მაგ უბედურებაში გადავრჩით და გადავიარეთ და აქამდე მოვედით. ხო, ამიტომ მე არ ვუყურებ პროცესს ესე, რომ მე შეიძლება რისკი მთელი ეს 13 წელია, რაშიც ვართ და ყოველი დღე რისკია რუსული რეჟიმის პირობებში. ამიტომაც თავარი სწორება ჩვენ გვაქვს გამარჯვებაზე და თავარი სწორება აი ვერავინ ვერ დამარწმუნებს და რაც თქვით აქამდე ყველაფერი ახლა ამ 13 წლის განმავლობაში, რომ იმ სცენარით, რა სცენარიც მე თქვენ ახლა მოგიყევით, რომ
მრავალათასიანი საქართველოს მოქალაქეები წინააღმდეგობაში იმის შესაძლებლობას რო არ მისცემენ სპეცრადს რომ ერთხელ გაზ გაუშვებენ და წყლის ჭავლით დაარბევენ და უკან კი არ გავიცემით პირიქით მიუბრუნდებით და წინააღმდეგობას გაუწევთ და თავს დავიცავთ ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ ვერ გავიმარჯვოთ დარწმუნებული ეს ჩანს ეს ხო ჩანს და ეს ხო საქართველოს თან შეხედათ 4 ოქტომბერსაც ეს მიუხედავად იმისა რომ მე მთელი ჩემი რწმენით ვარ რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია იმიტომ რომ მე ზოგადად ისეთი ტიპი ვარ რომ არ შემიძლია იმაზე ვერ ვილაპარაკებ რისის არ მჯერა როგორი პოლიტიკაში ხო მიღებული წესია შეიძლება არ ჯეროდეს მაგრამ თქვა მაგრამ მე არ შემიძლია ვერ ვიქნები იქ თუ მე პროცესის არ მჯერა შესაბამისად მე ამ ყველაფერს ვუყურებ ისე რომ 100-დან 100% ჩვენზეა დამოკიდებული რას ვისამ 100-დან 100% გვაქვს გამარჯვების შანსი 100-დან 100% გვაქვს შანსი რომ ჩვენ დავდგეთ და 2 საათში დავასრულოთ ესენი და გავაქციოთ ისე ამ ქვეყნიდან რომ ამათი გასაქცევი ნამდვილად ის არა ვერ იქნება მე ევროპაში არ მიიღებენ ამერიკაში არ მიიღებენ რუსეთში თუ გაიქცევიან მაგრამ ამაში ვარ ხმად დარწმუნებული და იმის თქმა და იმაზე აპელირება რომ იქ რაღაცა შეიძლება არ გამოვიდეს მე შეიძლება ნიხილი ეს რო ეფიქრათ ჩვენები რომელში დიდგორდის ბრძოლაზე არ გავიდოდნენ ესე რო ეფიქრათ ჩვენებს და ერთერთი ის ისტორიული ბრძოლა არ შედგებოდა რა ბრძოლებიც ამ ქვეყანაში იყო ნებისმიერ მოცემულობაში გვიწევს ჩვენ ბრძოლა და ნებისმიერ მოცემულობაში გავაგრძელებთ თუ 4-ში რაღაცა და პირიქით ვუყურებ მაგ ყველაფერს მაგრამ არ იქნება ბრძოლას მაგრამ 4 ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ საქართველოს მოქალაქეების და თითოეული ჩვენთაგანთვის არის უდიდესი შესაძლებლობა იმ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით რაც ჩვენ ახლა გვაქვს რომ ეს რეჟიმი დავასრულოთ. რა რეაქციას ელოდებით ქართული ოცნებისგან მათი წარმომადგენლები ამბობენ რომ არ დაუშვებენ არც მშვიდობიან არც არამშვიდობიან რევოლუციას ასე ვთქვათ. თქვენი აზრით რადიკალურ მეთოდებსაც ხომ არ მიმართავენ უფრო მეტად ხო არ გაიზრდება ძალადობის ხარისხი რეპრესიები. რა მცდელობა იქნება ცხადია მაგრამ არ არის ახლა ქართული ოცნება მთლად ეგრე როგორც იყო მაგალითად ბოლო დარბევების დროს. აი ბოლო ახლა დეკემბრის და ზაფხულის დარბევების დროს გომელაური გიეს ლილუაშვილი ღარიბაშვილი ეს პროცესები არ ჰქონდათ მათ შეგნით რაღაც ერთიანი სხეული იყვნენ მაინც ამ ყველაფერში ხო ერთიანი ძალაუფლები სანქციებმა მათ შორისაც გააჩინა სავარაუდოდ შიში ბევრმა რაღაცამ ნახეთ ამათან ხო რაც მოხდა გასაგებია მაგრამ არ არიან როგორც ერთიანი სხეული ეს ერთი არ არიან ბოლო-ბოლო ხა ყველაფერს თავი რო დავანებოთ ხარება ყავდათ რა ვიცი ჩაულებრივი ჯალათი და ის ხარებას აღარ ბოლოს ხარებას შერჩა ერთი სანქციები თორე მეტი არაფერი ხო ამიტომ ეს არ არის ის ქართული ოცნება რაც იყო აგერ თუნდაც 1 წლის წინ სხვა ქართული ოცნება არის სუსტი შუშის ფეხებზე რომელიც ძალიან მოწყვლადია და რომელიც აი უბრალოდ ერთ წინააღმდეგობაზე არის დიდი შანსი რომ ჩამოიშალოს ხო რა თქმა უნდა ეხა სხვანაირი განცხადებები რო აკეთონ ეგ უფრო მეტად გამიკურდებოდა უცბად რო გითხრათ ამიტომ რომ მათი პოზა ის არის რომ ეს განცხადებები უნდა აკეთონ მაგრამ ასევე მათვე ეთყობათ ძალიან რომ 4 ოქტომბრის ეშინიათ ყველა ეს განცხადება რასაც ისინი აკეთებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველა ეს ისტერიკა, როგორ უანონსებენ ხაბეიშვილს, რომ შეიძლება იქ დაიჭირონ და ამბავი და რაღაცა. ყველა ის ქმედება, რასაც ისინი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით აკეთებენ, მიუთითებს მხოლოდ ერთ-ერთ რაღაცაზე, რომ მათ ხო იცოდნენ და მშვიდად ხო იყვნენ, რომ ჩაატარებენ ვითომ არჩევნებს, რუსულ სპეცოპერაციას დაიწერენ იმას. მთელი ამბავი აქვთ ახლა გასარკვევი, რომ ისე არ გამოვიდეთ, რომ თან 120% არ დაიწერონ და ისე გადაანაწილონ ამ ვითომ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ თან ეს დემოკრატობანა ითამაშა. ხო და უცებ ახლა აღმოჩნდა, რომ ეს 4 ოქტომბრის აქცია, მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც მას უანონსდება და რომელსაც ყოველდღიურად უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ემატება. შესაბამისად, ესეც მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ მათ რეალურად ამ 4 ოქტომბრის ეშინიათ და ეს არის ძალიან კარგი, რომ ეშინიათ. ესეც მათ სისუსტეზე მიუთითებს და შეუძლიათ დაელოდონ ამ 4 ოქტომბერს. ძალიან დიდი მადლობა გალბატონო ანა წარმატებებს და გამარჯვებას გისურვებთ ამ დიდ ბრძოლაში. მადლობა თქვენ.